თითქმის 4 საათის მანძილზე რუსეთის პრეზიდენტი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობდა. პირდაპირი ხაზი, ასე ერქვა ფორმატს, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინს კითხვებს რუსეთის მოქალაქეები უსვამდნენ. კითხვებს შორის თემატურად ყველაზე მეტი უკრაინის კრიზის დაეთმო. ასევე იყო ნატოს გაფართოების თემა, დასავლეთთან ურთიერთობა და პუტინის პირადი ცხოვრებაც. 4 საათიანი დიალოგის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტები ქეთი ბოჯგუას რეპორტაჟში. Мы всех задушим. Что вы так боитесь? რისი გეშინიათ, ყველას ჩვენ თვითონ დავახჩობთ. ასე დაამშვიდა ვლადიმერ პუტინმა ნატოს გაფართოების გამო შეშფოთებული ჟურნალისტი. რუსეთის პრეზიდენტისთვის დასმულ შეკითხვაში დიმიტრი კისილოვმა ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება გაგუდვასა და დახრჩობას. ახალი სახელმწიფოების, მათ შორის კი საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა კიბოს შეადარა. რაღაც გვახჩობს და ეს ნატოა. ის კიბოს სიმსივნესავით იზრდება. პირი აქვს გაღებული. უკვე გადაყლაპა ვარშავის შეთანხმების პარტნიორები. საქართველო და ახლა უკრაინასაც იგივეს უპირებს. თავის დროზე როცა ვკითხულობდი, რა საჭირო იყო ბლოკის გაფართოებამ, პასუხობდნენ, ეს თქვენი საქმე არ არისო. ხალხმა და ქვეყანამ თვითონ აერჩიონო. მართალია, მაგრამ მართალია ისიც, რომ როცა სამხედრო ბლოკის ინფრასტრუქტურა ჩვენს საზღვრებს უახლოვდება, საპასუხო ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ამაზე უარი არავინ უნდა გვითხრას. მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვის ავტორმა მიანიშნა წინა ბრიფინგებისგან განსხვავებით პუტინს საქართველო არ უხსენებია. მისი პირდაპირი ხაზის მთავარი თემა უკრაინა იყო. 4 საათიანი ბრიფინგი, რომელიც 4 ნაციონალური არხის ეთერში გადაიცემოდა, სწორედ ყირიმიდან პირდაპირი ჩართვით დაიწყო. ყირიმის მიერთებისთვის მიღებული არაერთი მადლობის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს პირველად აღიარა, რომ ნახევარკუნძულზე მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფებები, ეგრეთ წოდებული მწვანე კაცუნები, ნამდვილად რუსი სამხედროები იყვნენ. თუმცა იქვე კატეგორიულად უარყო, რომ რუსეთი იგივეს ამჯერად უკრაინის აღმოსავლეთში აკეთებს. სისულელია ეს ყველაფერი, არავით არის სპეცსამსახურები და ინსტრუქტორები იქ არ არიან, ყველაფერს ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს. ვლადიმერ პუტინმა დღეს არც ის დამალა, რომ ყირიმის ანექსიის მთავარი მიზანი ნატოს გაფართოების შეჩერება და შავ ზღვაზე რუსეთის პოზიციების შენარჩუნება იყო. ღიად მიანიშნა იმაზეც, რომ უკრაინას ყოველ შემთხვევაში მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს რუსეთის შემადგენლად განიხილავს. ნოვორუსიე, ასე უწოდებდნენ მეფის რუსეთის დროს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ოდესას. ბოლშევიკების პერიოდში მიაჩნდათ, რომ ეს ერთიანი ქვეყანა იყო და აბსოლუტურად მართლებიც იყვნენ. თუმცა ისე მოხდა, რომ ახლა სხვადასხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ. განიხილავთ თუ არა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჯარის შეყვანას. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციების საბჭომ მომანიჭა უფლება გამოვიყენოს შეიარაღებული ძალები უკრაინაში. დიდი იმედი მაქვს, ამ უფლების გამოყენება არ დამჭირდება და მწვავე საკითხებს პოლიტიკური გზით გადავწყვეტთ. პოლიტიკური გზით პრობლემების გადაწყვეტა პუტინის თქმით უკრაინის ფედერალიზაციაშია, თუმცა პარალელურად ამბობს, რომ არ ცნობს ამჟამინდელ მთავრობას და სავარაუდოდ არც მაისში დანიშნულ არჩევნებს აღიარებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გაზის დავალიანების დასაფარად მოსკოვი უკრაინას ერთ თვეს აძლევს. თუ მომდევნო თვეში არ გადაიხდიან კონტრაქტის მიხედვით, წინასწარ გადახდაზე გადავალთ, ანუ ზუსტად იმდენ გაზს მივცემთ, რამდენსაც გადაიხდიან. ეს რა თქმა უნდა მძიმე იქნება და შესაძლოა ევროპაში ტრანზიტის შეფერხება გამოიწვიოს. გაზის გარეშე დატოვების ირიბ მუქარასთან ერთად პუტინმა ევროპას დღეს კიდევ ერთი გზავნილი მიაწოდა. მას სანქციების არეშინია გადატვირთვის პოლიტიკას კი ჯერ კიდევ ლიბიის ოპერაციის დროიდან დასრულებულად თulis. ამოწურულად მიაჩნია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ნდობის რესურსის, თუმცა პირადად პრეზიდენტი ობამას იმედი არ დაუკარგავს. 6 წლის ალბინას კითხვა აქვს პოლიტიკაზე. ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, როგორ ფიქრობთ, რომ იხრჭობოდეთ ობამა თუ გადაგარჩენთო? ალბინა, მე არ მაქვს მასთან განსაკუთრებული ურთიერთობები, თუმცა ვფიქრობ, რომ წესიერი კაცია, მამაცი და ალბათ ამას გააკეთებდა. ამერიკელი კოლეგის წესიერების ხაზგასმის მიუხედავად პუტინი მისთვის მტკივნეული თემების წამოწევას არ მორიდებია. ჯერ თვითონ ახსენა, როგორ უსმენს ვაშინგტონი ევროპელ ლიდერებს, შემდეგ კი პირდაპირ ეთერში არც მეტი არც ნაკლები მოსმენების სკანდალის მთავარი გმირი ედვარდ სნოუდენი ჩაერთო. გამართლებულად მიიჩნევთ თუ არა მასობრივ კონტროლს. პატივცემულო ბატონო სნოუდენ, თქვენ ყოფილი აგენტი ხართ. მეც მქონდა შეხება დაზვერვასთან. მოდით ვისაუბროთ როგორც პროფესიონალებმა. პროფესიული წარსულის გარდა რუსეთის პრეზიდენტმა დღეს ოჯახურ მომავალზეც ისაუბრა. ჯერ ყოფილი ცოლი უნდა გავათხოვო, ამის შემდეგ საკუთარ თავზე დაფიქრებად შეიძლება. გაირკვა ისიც, რომ ვლადიმერ პუტინის საყვარელი ფილმი ჩაპაევია ღამეში 6 საათის წინავს და სამუდამო პრეზიდენტობას არ აპირებს. მეზობელი ქვეყნის ანექსიისადმი მიძღვნილი ბრიფინგის დასასრულს კი რუსეთის პრეზიდენტმა რუსი ხალხის მთავარი თვისებაც დაასახელა. ეს გულუხვის სულია, რომელსაც გარესამყაროსთვის არაფერი ენანება.